26 ოჯახის მოანგრიეს 2 სართული და ჩემი დარჩა მარტო. იმავე დღეს გიგი ულამას ხელმოწერით 1500 ლარად ყიდულობენ ჩემს სახლს. პროკურატურამ გადაიფიქრა, იმიტომ რომ პროკურატურას ვიღაცამ უთხრა, რომ დაივიწყეთ. ერთადერთი გზა იყო სააკაშვილთან შეხვედრა. სააკაშვილი შეიცოცხლა და უსმენდა. გეშველად ხალხო ორშაბათს რეზიდენციაში ხარ დაბადებული პრეზიდენტთან. მიდის მოდულის შენობაში და 3 დღე არ გვაქვს ინფორმაცია. სოსო თოფურიძე, დათა ახალაია, ერეკლე კოდუ, ერთი შესვლა ვანო მერაბიშვილიც იყო და უშველი სიტყვებით აგინებს გიგი უგულოვას. მამა ჩემი შეხვდა ირაკლი ტრიპოლსკის, თუ მოვიგეთო, შენ მართლა გეგოთის 2 მილიონი მართლა. რა თქმა უნდა მივადექით ქალბატონ თეა წულუკიანს. დღეს არიან თუ არა ისევ ქართული ოცნების ხელისუფლების ქვეშ. შენ რომ მოგისმინო რაღაცნაირად ნახევარი თავობა უნდა დავიჭირო. იმზადებთო ჟილეთს რა. ვინ ეუბნება მას? თვითონ ხსნიო. რატომ ეროვნული კომისია? მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს უამრავი გამოუძიებელი დანაშაული და პასუხგაუცემელი კითხვა. როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სამართალი. როდესაც რეჟიმი ქმნის საგამოძიებო კომისიას, რომელიც ემსახურება ერთი ოლიგარქის და არა ხალხის ინტერესებს. კომისია, რომელიც მისცემს საშუალებას საზოგადოებას მოისმინოს იმ დანაშაულების შესახებ, რომელთა გამოც დღემდე არავინ დასჯილა. იმ დაზარალებულების შესახებ, რომლებიც დღემდე უშედეგოდელია სამართლიანობის აღდგენას. ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ სახალხო ეროვნული კომისია. ჩვენ გახვალთ ეროვნული კომისია. ჩვენთან პირველ სტუმრად არის მოწვეული მოსმენაზე ბატონი დავით ფიფია. გთხოვთ ბატონო დავით შემოგძარდით. ორივე სიტყვას მოგახსენებთ ბატონ დავითთან დაკავშირებით. ბატონი დავითი არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, იძულებით რა თქმა უნდა თავისი ოჯახით. ბატონი დავითი ოჯახით ცხოვრობდა აულობაში, პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე და არის დაზარალებული. ბატონ დავით, გთხოვთ, გამოცანით და მოგვიყვეთ თქვენი ამბავი. მოგესალმებით კომისიის წევრებო, მივესალმებით თქვენს მომხრეებს. მე გახლავართ დავით ფიფია, დაბადებული სოხუმში 1984 წლის 10 სექტემბერს. სოხუმში დაწყებული ომის შემდეგ ცხოვრობ თბილისში, სადაც 1992 წელს იძულებით დევნილობაში მყოფებმა შევიძინეთ ავლაბარში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ეს გახლავთ მაშინდელი სამოქალაქოს ქუჩა ნომერი 1-B, სადაც დღეს მდებარეობს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. რომელი რეზიდენციაზე საუბარი? ეს არის ავლაბრის რეზიდენცია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოღვაწეობდა, შემდეგ მარგველაშვილი გიორგი და დღეს უფუნქციოა ეს. გასაგები. ეხლა როგორ მოხდა ყველაფერი და როგორ დავზრალდი ამას მოგებობით. როდესაც 92 წელს სოხუმიდან ჩამოვედი, ვეძებთ საცხოვრებელ სახლს შესაძენად და მიმაგენით, ესე ვთქვათ, კითხვით შემთხვევით ავლაბარში უთხრეს, რომ რუსი მოქალაქეები, ლუდმილა ზაგინსკაია და მისი ოჯახი და 4 ოთახი მდინას, ეს გახლავთ 170 კვადრატი საცხოვრებელი სახლი და შევიძინეთ 3 მილიონ რუბლი მაშინდელ რუბლად. სადაც გადავედი და ცხოვრობდი 2004 წლამდე, როდესაც პრეზიდენტ ბადაიჩის მიხეილ სააკაშვილი და გადაწყვიტა რეზიდენციის აშენება. შეარჩია ეგაგრელისა და ჩვენ ცხოვრობთ. ეს არის ძველი ავტოინსპექციის ეზო, სადაც ავტოინსპექცია მდებარეობდა მაშინდელი და ერთი კორპუსი გამოსართულიანი, სადაც ჰქონდა არზენ დანიშნული ბინა შეძენილი. მოვიდნენ მოკლედ მერიის წარმომადგენლები, დაიწყეს მოლაპარაკება, რომ აქ რეზიდენცია უნდა აშენდეს, მიდის ფინანსური მოლაპარაკება და ერთ-ერთ ასეთ მოლაპარაკებაზე თვითონ პრეზიდენტიც მოვიდა, ხალხს გაესაუბრა და ძალიან მართლა ესე კარგი სიტყვები რომ გახსენდება, რომ გითხრა აქ მინდა ხალხის დაკმაყოფილდეს, რომ მე მთელი ცხოვრება მილოცავდეთ. წავიდა და დაიწყეს მოლაპარაკება რა ხალხთან. მოვცეს ერთი თვევა და იმიტომ რომ
წარმოიდგინეთ ძალიან ანალოგიური სიტუაციიდან გადადიხარ ახალ რეალობაში, სადაც უნდა დაიფორმონ სახლები ეგრეთ წოდებული ხალხისგან უნდა იყიდონ და გაიფორმონ და აქვს აბსოლუტურად 27 ოჯახის შრომები და ყველას უნდა მოუწესრიგებელი სამართალი. იმიტომ რომ ზოგს პრივატიზება არ ჰქონდა, ზოგს გადასახადების გამო 100 კვადრატი 50-ათ უნდა ჩაწერილი და მოკლედ ზაზომიტები მიდის, ყველა ირეგისტრირებს და რა თქმა უნდა ჩვენც უნდა დავირეგისტრიროთ. იმიტომ რომ 73 იყო გატარებული, მე 70 უნდა დამერეგისტრირებინა. მაგრამ მე მქონდა ერთი პრობლემა, როგორც აფხაზეთიდან ჩამოსვლის და დევნილს, მაშინ არ ხდებოდა პრივატიზება და შესაბამისად ვერ ვიფორმებდი ბინას ჩემს სახელზე. ამ ზარიწყაიასგან მქონდა მინდობილობით ნაკიდი და მაშინ არ იყო მუდმივი მინდობილობები, იყო 3 წლიანი ვადით გაიცემოდა ეს მინდობილობა. ამ ხალხმა მოუწეს 3 წლიანი ვადით 3 წელი რო გადადა დედაჩემი ჩადიოდა კრასნოდარში, ეს კრასნოდარში წავიდა მუდმივი ზარიწყაიას საცხოვრებლად. დედაჩემი ჩადიოდა და მოხდა ახალი 3 წლიანი მინდობილობა ესე ვთქვათ. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბინის სამართლების მოგვარება, ჩვენს მინდობილობას ჰქონდა 2 თვის უკვე ვადა გასვლა. ეს იყო მაისის თვე, როცა დაიწყეს ეს მოლაპარაკება, აპრილი-მაისის თვე იყო და სადღაც იანვარში ჰქონდა გასული მინდობილობას. რადგანაც რუსეთთან მაშინ დაწესებული ურთიერთობა ჰქონდა და არ იყო უვიზო მოსვლა, მოგვიწია ადამიანის მოზრდნა, ვისაც ექნებოდა რუსეთის მოქალაქეები. ერთი ჩვენი ახლობელი იყო ორმაგი მოქალაქე, რომელსაც თავისუფლად შეიძლება წასვლა. მოკლედ ეს ადამიანი გავაგზავნეთ ლუდმილა ზარიწყაიასთან, დედაჩემმა დაურეკა ლუდმილას, უთხრა რომ ეს მინდობილობა მჭირდება ჩვენს ახალგაზრდობენ და ახალი გამომიგზავნეთ. რო გაგვეფორმებიდა. ეს ორმაგი მოქალაქეების მქონე ადამიანი არის მამუკა ტრებუჩავა. არასდროს წარმოადგენდა განსაკუთრებულს, მუშაობდა აფხაზეთის სამინისტროში, ძველი ახლდაგასწორება და ახლდობა პოტოჩიები. უბრალოდ უნდა წასულიყო მოეტანა მინდობილობა, რა თქმა უნდა საჩუქარი და ასე შემდეგ თავისთავად პატივისცემა როგორც შექმნის ყველაფერი ჩასწორული იყო. როდესაც წავიდა მამუკა ტრებუჩავა 26 მაისს ჩამოიტანა 2004 წლის 26 მაისს მინდობილობა დედაჩემის სახელს. და თქონდა რომ ჩამოიტანა იქ სუფრა, რაღაცა საუბრები ასე შემდეგ და იქ გაიგო რეალურად რისთვის ჩამოიტანა, ანუ ეს სასტიაპედი, ანუ რეზიდენცია შენდებოდა ეროვნულ და დიდხანზე იყო საუბარი მოკლედ. აქვე მინდა გითხრათ რომ ეს მოლაპარაკებები რაც მიდიოდა ჩემს სახლზე დაახლოებით წინასწარი ინფორმაციით $500,000 იყო საუბარი რომ უნდა მოიცათ. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი 170 კვადრატის საცხოვრებელი ფაქტი და პლუს 120 კვადრატი იყო კიდე დამხმარე ფაქტები, ეს იყო სარდაფი, ეს იყო ავტოფარეთი და ეს იყო ეზო რომელიც 1000 კვადრატი. 1000 კვადრატი რომელიც 27 ოჯახი იყო თანხმობა. საერთოდ ეზო ეს. და რო გაიგო რომ ახლა $500,000 კალიფიცირებული იყო, ეს ძალიან დიდია. მამუკა ტრებუჩავა ამ ხიდან ხდება და როდესაც მივდივარ ბინის დასარეგისტრირებლად, ამ მინდობილობის საფუძველზე და განსაფორმებლად ვეუბნებიან რომ მამუკა ტრებუჩავას სახელზეა ბინა სახლი. ანუ მამუკა მოგმართა ამ ახალი მინდობილობით მოკლედ. ზეგი განახდება მამუკა მეორე დროს მიჩნევს ისე იმ ქალბატონთან რუსეთში ლუდმილა ზარიწყაიასთან, რომელიც დობას უკვე მოპოვებული აქ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენგან დარეგლია ადამიანი მოდის და ეუბნება ესეთ რაღაცას, თითქოს ჩვენს ოჯახს რაღაც პრობლემები შეექმნა, დედაჩემს, მამაჩემს, ვიღაც ქალბატონის გასაუბრეს ძალიან პირის უთორმება ხმაზე ვერ ეცნობა იმ ქალბატონმა დედაჩემის სახელით. თხოვა ლუდმილას რომ ახალი მინდობილობა მიეცი, რომ მიეცი ზურაბ ოთარაშვილზე. ვინმე ზურაბ ოთარაშვილზე. ეს ზურაბ ოთარაშვილი გახლავთ მამუკა ტრებუჩავას მეგობარი, აზიოს დასვრის სამსახურში მუშაობდა მოკლედ ძველი პოლიციელი და მამუკა ტრებუჩავას აი ესე იგი ზურაბ ოთარაშვილის მინდობილობით ზურაბ ოთარაშვილმა უკვე სახლი გაუფორმა მამუკა ტრებუჩავას. რა თქმა უნდა მამუკაცებთან რო დავიწყეთ და ვერ ვაკნეკეთ და სახლში არ იყო, ამერიკანა სამდეხაში ისარგებლეს და მიმართეს მერიას.
ინის შეძენის თაობას მოლაპარაკებები. და როცა მივხვდა მაშინდელი გამგებელი ძველი თბილისის ან ჩუღურეთის გამგებელი იცოდა ჩვენ შესახებ და გავუკვირდა რომ როგორ ჩვენ ხელად ნახასიებთ და გამყვადები ჩავას როგორ ვიცი და გადაამოწმა მას მოუბრუნდით. მეკითხა რომ ვის საჭიროა. ვინ იყო ეს კაცი? ვინ გადაამოწმა? ეს იყო ჩუღურეთის მაშინდელი გამგებელი, სამწუხაროდ სახელმდებარი მე არ მახსოვს. ამ ადამიანმა უბრალოდ ინფორმაციის დონეზე გითხრა რომ ამ მიეცდა გასაგები ან რაღაცა ხდება. მაშინდელი თავობინა ერთადერთი თამამაჩენი გითხრა რომ თუ გიგებთ ხმარებლა ამ წელს განმავლობაში და შეეცვლა ეს დახმარება იყო. ხოლო ხატების დადება აი ამაში გაგეხმარებით ეს იყო მაშინდელი ადეიშვილის მოადგილე რაც მას გაგიგებდა ეს იყო ობერიძე სახელი არ ახსოვს. ასე ვაშტა ადეიშვილის მაშინ პროკურორის მოადგილე. ეს ადამიანი პროკურორი კაგანდა სადღა იმიტომ რომ ფაქტი არ იყო სულ. და ვეღარ წავიდა მერიასთან მოლაპარაკება, იმიტომ რომ გადაღადებს იმას. ამ დროს შეიტანეს ჩემი ოჯახის წევრებმა სასამართლოს მიმართეს, გამოძიებას მიმართეს, რა ხდება. და აღმოჩნდა რომ თაღლითური გზით არის, მოკლედ გადაწყვეტილი და დაიწყო გამოძიება. გამოძიება დაიწყო და გამოძიება რა თქმა უნდა გაგრძელდა რაღაც 1 წელი თუ წელიწად ნახევარი. ამ დროის განმავლობაში ჩვენი გასახლება მოხდა მეზობლების გასახლება თანხებით ყველას დაკმაყოფილება ერთადერთი ვიყავი მე დარჩენილი კორპუსში რომელიც უკვე მომინგეს თლიანი ესე 26 ოჯახის მოანგრიეს ორი სახლი და ჩემი დარჩა მარტო სახურავი წაღარი ორი სახლი მოხდა უკვე აგურები უშუალოდ სახში გაჩერება შეუძლებელი იყო და მე რომ თავისი ხარჯები ვიქირავა ბინა იქვე აბლაბარში Როსანამ კომპენსაციას მეცემდა სასამართლო მორჩება, ამამდე გადაგიხდით ბინის კირას. ეს მარტო 6 თვე იხადეს და მერე შეიფუძეს, რომ ბიუჯეტი არ გააჩნია, მერიას ესეთი პასუხი. მოკლედ სასამართლოში პეპე ესეთი რაღაცა. წელიწადი საათაც აი 2 წელი შეშადდება. გამოძიების შემდეგ დადგინდა რომ მამუკა ტყებუჩავა და ეს ზოგადად ოთარაშვილი არის თაღლითები. ბინა მიითვისეს და გამოცხადდა ამაძე ძებენო. 2 წელი მიუსაჯეს დაუსრულებლა და ეძებენ ძებნაში 2 ადამიანი. მალევე ჩვენ შორის, ჩვენს და მამუკას შორის კონტაქტზე გამოდის მისი წარმომადგენელი ელდარ რუკიას სახით და მოდის მოლაპარაკებაზე. რომ ბინა გამიბრუნოს უკან თვითონვე. რომ მე შემდეგ პრეტენზია არ მექნება და ალბათ სასამართლოსთან თვითონ დაავაგებ და მაგას. ბინა გამომიფორმეს უკან, ანუ გამომიფორმეს თვითონ არ გამოცხადდა იმიტომ რომ ეს რომელი წელია? 2007 სავარაუდოდ, აი 2004-ის ბოლოდან გასული აი ამ რეგისტრში 2 წელი დაახლოებით. 6-7 წელი. გადამოფორმება ისე მილდობილობის სახით მოხდა თუ რამე საკუთრების უფლება არსებობდა უკვე თუ როგორ? ეს უკვე მამუკას სახელზე იყო ბინა. ანუ საკუთრების მამუკას რადგანაც საკუთრებაში ჰქონდა უკვე თავის დროზე დაირეგისტრირა და ეს დაუდგინდა რომ თაღლითობა წამოვიდა მოლაპარაკებაზე 2 წელი უკვე მიუსაჯეს დაუსრულებლად და რადგანაც თვითონ ძებნაში იყო არ გამოცხადდა ასე რომ ანუ უკვე საკუთრება ისე დაგიფორმეს კი, წარმომადგენელი გამოუცხადა წარმომადგენლობის უფლებით და სასამართლოზე შედგა ჩვენ შორის მორიგება და ხელმოწერით გადმოუწეს უკან ბინა. ეხლა რა ხდება? ამ მორიგების შემდეგ უკვე მივდივართ მოლაპარაკებაზე მერიაში. უკვე გიგეულავა მერი და ვიცემერთან გვაქვს მოლაპარაკებები. ეს იყო მამუკა აღლეგიანი. მაშინდელი ვიცემერი რომელთანაც მოლაპარაკებები გვაქვს. ჩემო ოჯახმა მოიხო $750,000. იმიტომ რომ რა კვადრატობაზეც ბოლო ბინაზე რაც იყო გაცემული, ეს იყო $2,750. ესე იგი $2,750 თუ შეეძლოთ გაეცათ, მე დაახლოებით გამოდიოდა $750,000. მე მამდენი არ გაგვაჩნია და მოლაპარაკებები მოკლედ ხვალმოდი, გავიტან, ზეგმოდი რაღაცა და 2 სამთვეში მივახციე შეთანხმებას, რომ $595,000 გადაგვეჭდიდნენ არსებულ ქონებაში. ამაზე დავთანხმდით და ერთადერთი იყო რომ ამ მონაწერი უნდა აკვებო წარგვედგინა მერიაში და დაახლოებით 1 დღეში დაგვიშოვნეთ თანხას. ორ შაბათ დღეს ხო ვხდები, დედაჩემი მივიდა საჯარო რეესტრში
და დაჩქარების 15 ლარი იყო დაჩქარების იმავე დღესვე, რომელიცაც არ მონაწილე. შედანიდან 5 დღე არ მოგწეს ამონაწილე. დაჩქარების გადაიხადეთ, ხო? დაჩქარების 15 ლარი გადაიხადეს და დაჩქარების გარეშე ისედაც 3 დღეში იწლებოდა. ამის მერიის სახელზე ახალობის უკვე არა, ჯერ ჩემს სახელზე უნდა ამეყო ეს ამონაწილე, რომ მერიასთან მიუსურიყავი და მიმეყიდა. ამობის ამონაწილე მეხუთე დღეს, რომელსაც ზუსტად 25 წინ ამოღებიდან, ანუ მეხუთე დღეს 25 წუთით ადრე დაეთო ყადაღა. ანუ ორშაბათს თუ სამშაბათს შევხვდით პარასკევს მოუწეს და პარასკევს როცა მოუწეს იყო 17 საათი და 50 წუთი და ყადაღაებო 17 საათსა და 30 წუთზე. ნუ ძალიან გონივრული ეჭვია, იგივე უნებოდნენ რომ ეს ტექნიკური ხარჯების გამო ისე ვერ მაძლევდნენ. შემდეგ ყველა ტექნიკური მაქსიმუმი პერიფერიას და ნუ ეს საინტერესო იყო ვინ დაადო ყადაღა. გაგიკვირდებათ და ფინანს გადააბარო მამუკა ფერდუჩავა. ადამიანი რომელსაც ეძებენ მიმალვაშია ის ჯერიან 2 წელი დაუცლებლად ფინა გადმოიჭრა და ავტომატ ისევ დებს. ესე იგი რატო დაადო მიზეზი რა იყო? ძებმა მამუკა ფერდუჩავა მიმართა სასამართლოს და იმ მორიგების რაც ამორიგებითაც მეგინა დამიბრუნა მოითხოვა გაუქმება იმიტომ რომ ესე იგი თავის წარმომადგენელს რომლის წარმომადგენლობა ვარდა კონდა გასული. ანუ მე სექტემბერში მივეცი, მაგრამ მაგას აგვისტოში ვარდა გაუვიდა. კონცეს რომ გაუვიდა, არავინ არ გაუთხილებია, არა და ვალდებული იყო სასამართლოს გაიხილებინა და ის მარეგისტრირებული ორგანო არ გადაამოსვა მინდობილობას ვარდა კონდა თქვა რა. ხო, საუბრია ხო არ გადაუნეცო. ანუ მარეგისტრირებული ორგანო თქვენ ნუ მე გამომიფორმა და აღმოჩნდა რომ თურმე ისე მიდის მამუკა ნუ ამიტოჩნება ჯერ უკვე ეს სისტემა იყო აბსოლუტურად კიდე იკვეთება. სასამართლოს მიმართვიდან 2 დღეში დავუპაყოფილა ეს ხოლმე. არც ერთი გვირა არაფერი სასწრაფოდ 2 დღეში ამ საფუძველზე მოსამართლეთა გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართა საჯარო რეესტრს მამუკა ფერდუჩავა და მოსამართლეები ხო არ გახსოვთ? სამწუხარო დამბასოს, იმიტომ რომ ჩემს საქმეში დაახლოებით 20 მოსამართლე, 30 პროკურორი და 17 ადვოკატი, მათ შორის ჩემი. ეს დოკუმენტაცია ყველაფერი გაქვთ, ხო? ყველაფერი საქმეში დევს თავის სახელით გვარებით ამონაწილეები. მეგობრებო, მართლა ზედა. კი ბატონო. და თამერ წამოვიდეთ, იმიტომ რომ ალბათ დაახლოებით 8 ჩანთარის ძალიან დიდი ჩანთები ჩემს საქმეში. ანუ ეს რო დავაზუსტავ თქვენ მიხვედით იმ წარმომადგენლებთან ერთად დიახ, სასამართლოში. არ არის პირველ რეესტრში. არა, შე სასამართლოში მივედით მორიგებაშია. მორიგება შედგა იქ. და მამუკა წარმომადგენლებმა გამომიფორმეს ბინაუგრან. ანუ გადმოხმობა საჩერკე, ანუ საჯარო რეესტრში მიხვედით და დაარეგისტრირეთ თუ არა, მაგათ რომ გამომიფორმე საჯარო რეესტრში, მაგიტომ მივედი შეიძლება ამეთქო, მაგრამ უკვე ისევ ყადაღა დაადო. წინასწარ უკვე მამუკას ნამოქმედები არ არის შემდეგი, იმიტომ რომ ხელმოწერაზეც ფერდუჩავა ეწერა და წინასწარ გავასწრებ მოვლენებს, პროკურატურამ ითხოვა მე ამ ხელმოწერის შემოწმება სადაც ქრონოლოგიურად გაყვეჯობია თანგავით. ხო, შეიძლება შენიშნოთ რა გამოვიდეს ხელმოწერის შესახებ. მიზეზი გიხარით როგორც დაადო და მოკლედ დაადო ყადაღა და რა თქმა უნდა დაყადაღებული ბინის ყიდვაზე მერია ვითხრა უარი. გააკვეთ სასამართლომ და გააგდეს. მივმართეთ ისე სასამართლოს, მაგრამ სასამართლოს მივმართეთ მოასწრეს, ესე იგი თავისი ეს დაყადაღებული ბინა თავის სახელზე ისე დაირეგისტრირა მამუკა ფერდუჩავამ, დაირეგისტრირა 5 რიცხვში და 5 სექტემბერს დაირეგისტრირა და 5 სექტემბერსვე მივიდა ვინმე ყოფილ პოლიციელს გელას სინჯიგაშვილს 5000 ლარად. კვადრატი არა მეგობრებო, 5000 ლარად მივიდა მთლიანი სახლი, $9 მილიონი სახლი. ვინ იყო ეს გელა სინჯიგაშვილი? ეს იყო ბინძური საქმეების შემსრულებელი, მერიასთან გარიგებული ადამიანი, ვინც ესეთ საქმეებს აკეთებდა, ერთ-ერთი რიგით წევრი იყო, რომელსაც სავარაუდოდ მართლა 5000 ლარი შეხვდებოდა. ეს 2007 წელი არის? ეს არის 2007 წელი. ეს არის სექტემბრის თვე. ჩემი დაბადების დღე მომდევნო მახსოვს სექტემბრის საჩუქარი. ესე იგი 5 სექტემბერს მიყიდა გელას სინჯიგაშვილს 5000 ლარად, რომელიც მიდის მერიაში 8 სექტემბერს სამ დღეში და მთლიან სახლს თხოვს რომ იყიდო 1500 ლარად. მერია რომელმაც ეს ყველაფერი იცის, იმავე დღეს იწევს სხდომას
იმავე დღეს განიხილავენ, იმავე დღეს აქტისებენ და იმავე დღეს გიგი ულულავას ხელმოწერი გადასულას მარად პელულობენ ჩემს სახლს. და აი ამ ვიყიდ უღოს კონკრეტულად მერის ბალანსზე გადადის ჩემი სახლი, ოფიციალურად 1500 ლარად ნაპირი. გიგი ულულავას ხელმოწერი თან. ნუ მისი მიიღო მოწვეული. ესე იგი, ზუსტად აქედან ერთში პროკურატურა მიმართა სასამართლოს, რომ ამგვარ დეფუჩალოს რაშტით შეეცვალოს ეს ორი წელი პირობითი სასჯელით და დაუბრუნდეს არც კიდევ ესე პირობითი ჰქონდა მხოლოდ ერთი წელი და ორი წელი. ნუ დადეთქო გარიგება მოხდა ეს სახლის 1500 ლარების ჩაიგდეს ხელში კონკრეტულად. ჩვენ მიმართ ისე რა თქმა უნდა სასამართლოში გვაქვს საქმე ვიქოთ გაუქმებას. 2008 წელს უკვე სასამართლოს ნიშნება და ესეთ რაღაცას. ხო, კიდევ ერთ-ერთი ვინც ფარველობდა, მოკლედ ესე ვთქვათ, მერიის მხარეს, ეს იყო უკვე გენპროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია, რომელიც პირადად იყო უკვე ჩემს ოჯახზე გადამტერებული და ყველანაირი გზით მფარველობდა მერიას, მის წარმომადგენლებს და მის ქვეშევრდომებს. პირადად შეპირდა ნიკა გვარამია შელაპარაკებისას მამაჩემს, რომ მან ციხეში დაალპობდა და ყველაზე კარგ ვარიანტში ვერასოდეს ვერ ვეღირსებოდით სიმართლეს. ეს იყო ერთ-ერთ შეხვედრაზე, მოკლედ შემთხვევით გადაყრაში, როცა მამაშემ თხოვა, ესე ვთქვათ, რომ რა გინდათ, რას გადაგვეკიდეთ, რით ვერ დაასრულეთ ეს საქმე და ნიკა გვარამიამ ძალიან შეურაცხყოფად მიიღო მაშინ ესე პირდაპირ მის მიმართ წარმოთქმული პრეტენზიები. და დღესაც აგრძელებს, დღეს უკვე ვეღარ აგრძელებს, როცა ტელევიზია ქონდა თავისი და მედია მენეჯერად მოგვევლინა ვითომ, იქაც შავ კამპანიას უყურებდა ჩემს ოჯახს და ამის ვიდეოებიც არსებობს დღემდე. მივიდეთ ხელმოწერილი. ვიტყოდ, რადგანაც მამუკამ გააუქმა და იძახის, რომ ვადა კონდა გასული, ამ ხელმოწერას მოკლედ მამუკა თებუჩავას, რომელიც ეწერა თებუჩავა, და მამუკა თებუჩავა, გონებული ეჭვი გაჩნდა და პროკურატურა თხოვა მოსამართლეს, ნახეთ თვითონ პროკურატურა თხოვა მოსამართლეს, რომ კალიგრაფიული ექსპერტიზა ჩაეტარებინა. მოსამართლემ დაავალა ესე ვთქვათ კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ მეტყობა შემდეგ ვიღაცები ჩარევით. მოსამართლის ბრძანება აღარ შეასრულა. ნუ ეს ისიც სისხლის სამართლის დანაშაულია მოსამართლის ბრძანების არ შესრულება. თან როცა სახელმწიფო მოხევი არ ასრულებს. და პროკურატურამ განმარტა შემდეგ, რომ არავითარი ეჭვი არ იყო, ეჭვი არ იყო გვარი წარეწერა სწორად წარმოგიდგინეთ და ეჭვი არ იყო, მოკლედ ჩატარეს კალიგრაფიული ექსპერტიზა. ისე გადაახდიეს სასამართლოს თავზე თავისივე მოთხოვნა, რომელიც და მაგ დროს მოსამართლე შეიცვალა თუ იგივე დარჩა და რა პოზიცია ჰქონდა თავად მოსამართლეს? მოსამართლეს თვითონ პროკურატურამ მიმართა, რომ ჩავატარებო ექსპერტიზას. ამაზე ბრძანება გასცა და მე პროკურატურამ გადაიწვია, იმიტომ რომ პროკურატურას ვიღაცა მოთხრა, რომ დაივიწყეთ. არა, ეგ გასაგებია, მე მაინტერესებდა მოსამართლე შეიცვალა თუ იგივე დარჩა და რა პოზიცია თუ დააფიქსირა მაგასთან დაკავშირებით. არაფერი, უბრალოდ მოსამართლის ბრძანება არ შესრულდა და მოსამართლეს ამაზე არც კი უჩინია. პრეტენზიაც არ ქონია, რომ ამან არყავით. რა თქმა უნდა, არ ქონია რეაგირება. Դիցით կետի շեպիտ խավ, մամստա ակպետ կիտ խավ։ Თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ცხადია რომ ეს გაჩნდა სურვილი, მას შემდეგ რაც მერიას მიუვიდა ეს ინფორმაცია, ხო, თქვენ საფთან დაკავშირებით. და როგორ მომზადდა ეს უბრალოდ ესეთი სურვილი გაჩნდა სპონტანურად, თუ სპონტანურად გაჩნდა. ეს თავიდან არის. სხვა რამე ხომ არ იყო ამის უკან კიდე. სამგამეს მასამზადისია სხვა მიზეზი ხო არ იყო კიდე. არა. ხერი შეყობით. არაფერი მიზეზი არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი ოჯახი ვყავით, გარდა ვალერი გელაშვილისა, რომელიც ჩემ კორპუსში არ ცხოვრობდა, მაგრამ გვერდით ჰქონდა საკუთარი სახლი, რომელიც დენდაპირე გაგებით მაშინ მიშამწარებდა. დროთავისთვის უნდა აუთმობდა იმ ფასად, რაც ეკუთვნოდა
ეს იყო კიდე და ვალერი გელაშვილი იყო ჩემს გარდა დაზარალებული, უბრალოდ იმას სტრასბურგი მოუგო და მე სტრასბურგში ვერ შევძერდი ჩემი საუთების წარდგენა. გელაშვილთან უკაცრავად ის სერიოზული დიდი კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო თუ ჯერ არა? არა, პარტიზანულად ხდებოდა, დიდი კონფლიქტი არ იყო მომხდარი, უბრალოდ $1 მილიონ თავაზობდნენ და ძალიან დიდი სახლი იყო მართლა კვადრატულობაში 5 მილიონი მომხდარა. შეიძლება ითქვას, რომ ამით დაიწყო? ამით დაიწყო რეალურად, ამით დაიწყო და იმას სასამართლო მოუგო და ევროპულ სასამართლომ 5 მილიონი დააკისრა პირდაპირ და აი ეს ჩაიდა ზურგში. ჩემი სპონტანურად იმიტომ მოხდა ეჭვმაქვს, რომ მაშინ სხვასაც დაუწყებდნენ წარდგენას. მე უბრალოდ სიტუაცია 2004-5 სხვა იმაზე იყო ტალღაზე მოსული ეთქაბობა და უკვე 6-7-ისკენ ის კონდათ დაწყებული უკვე სიგოროდელი გახსოვთ და ჩაუვარდა ხელში ვარიანტი ადამიანის ზეგნაში იყო ადამიანი ეს თვითონვე მოვიფიქრეს ახლა მას მამუკა ხელმოჩავას ქონებას ვერ დაწულებოდა ამის მოფიქრებას რაც უთხრეს მე მგონი მაგის გარეშე გააკეთეს იმიტომ რომ ხელმოწერაც კი აღარ იყო მამუკას ერთადერთი გაუკეთეს შენავათი რომ არ დაიჭირეს და ისარგებლეს მაგით რომ ვითომ მამუკამ გააკეთა ხო რატო გეუბნები იცით ნახეთ მე უკვე ჩემი საქმე იმდენად სურთა იყო და იმდენად მართალი ვიყავი რომ სააკაშვილის დროინდელი სასამართლოც კი ვერ მეუბნებოდა რომ თვალი მექმავი და ესეთი გზა იყო ეს რამდენად სამართლიანი თქვენ გადაწყვეტეთ როცა მიმართეთ სასამართლოს რომ ამის გამო გააბათილებული ხელმოწერილი მოწესრიგების რომელიც იყო ფარგლის მიერ გაკეთებული და არანაირი ვალდებულის არ ჰქონდა ესე იგი გააუქმა მამუკა რეგულჩავასა და სინჯიგაშვილს შორის არსებული ხელშეკრულება, ესე იგი ბათილად ცნო, რომ არ იყო, ესე იგი, სწორი, ესე ვთქვათ, ეს ხელშეკრულება, ეს ბათილად ცნო, კიდე რაღაც მანამდე ბათილად ცნო, ბოლო სინჯიგაშვილის მიერ მიყიდული მერიაზე მთავარი ეგ არ გააბათილა. ესე იგი, რა გამოვიდა, მერია კეთილსინდისიერი პედველი არ იცოდა და არ იყო კეთილსინდისიერი პედველი, იმიტომ რომ 2 წელი სასამართლოები მქონდა და პროკურატურა ჩარეული და გაფრთხილებული იყო ამ საქმეზე. ესე იგი, მერია არც კი დაინტერესდა, როცა $9 მილიონიან სახლს ვერაც 1500 ლარად გაძლევს, მერია შევიდა დაღმრთობაში ისარგებლა, ესე ვთქვა, არც კი გადაამოწმა. ესე იგი, გამოვიდა რომ მე მართალი დამტოვა და ამით რომ კი თქვენი იყო სახლი, მერია კეთილსინდისიერი პედველი, რომ მამუკა გადაჩავა ეს ოხერი, ხოლმე ეს ყოფილა იქ აღდგენ თუნდუმა ორი და ის პირობითი. ისო აი ამით დამკავდა ჩემი ამბავი. გავაგრძელეთ მე სტრასბურგში ჩივილი. იქ არ მიიღეს ჩემი საქმე, მაშინ კალბატონი თეატროლოგიანი წარმოადგენდა სტრასბურგს, რომელიც 2012 წელს უკვე დანახეთ. და თქვენი საქმე მახსოვს რომ ის ხელში გაინერგა როგორ არ მოხდა არ ვიცი დაბლოკადო პირიქით თქვენს საქმეს ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ რომ სტრასბურგში ერთადერთი ვიცი რომ არ მიიღეს ჩემი საქმე რაღაცის გამო წერილი მე ხელმოწერა თუ რაღაცა მქონია დიოგეთი მიზეზი მცდელობა ქონდა დაახლოებით 29 წერილი გვაქვს მაშინდელი პრეზიდენტის ინტერვიუში სააკაშვილის წერილი და ცეცხლები არ იყო და ერთადერთი ვფიქრობდით რომ კიდე მაინც გჯეროდა რომ აი სააკაშვილმა არ იცის და იუგულავამ და ახლედიანმა და აი ამ პედაგოგებმა ისარგებლეს რომ მიშამ რომ იცოდეს მაინც ესეთი წარმოადგენა ან ხავს უჭირდებოდით ან მართლა ეგრე ვფიქრობდით ერთადერთი გზა იყო სააკაშვილთან შეხვედრა მაგრამ ეს იყო გამორიცხული ის წერილები სავარაუდოდ არ მიდიოდა და გადავწყვეტეთ რომ სააკაშვილს უნდა შევხვდეთ 2012 წლის პერიოდი იყო, უკვე ქართული ოცნება შექმნილია, ემზადება არჩევნებისთვის და მიხეილ სააკაშვილი ეტარებს წინასაარჩევნო შეხვედრას გლდანში. ხდება მოსახლეობას მე გლდანის მეხუთე მიკროში, თუ მესამეში სადაც მესამე მეხუთე მიკროში დაახლოებით 5000 კაცია შეკრებილი სააკაშვილი მოვიდა მიმართავს ხალხს რაღაც როგორც ხდება ხოლმე და მიკროფონით რომ შეკითხვის კითხვა რეჟიმის სიტუაცია ქონდა. ესე იგი სულ იმუშაობს ორდე და ჩემი ოჯახის წევრები არ მივეკაროთ აი კამერო ახლოსაც არ მივიდეთ. და აი ძალიან შორი განიქიდან ჩემო ხელებისკენ კითხვა მოქვს რაღაცა თიში ამშვილს სააკაშვილმა და მე მიცით მიკროფონი ახალგაზრდას კითხვა დაასმევინეთ.
შემამეუბნე გქონდა რომ აქედანვე გითხავთ ისეთი საკითხი და თუ შეიძლება თქვენამდე რომ მომიშვან ეს იყო ხალხი სადაც იგი დაგვიშვენ ჩვეულებრივ მოსახლეობასთანაც აგვიშვენ ეს ну да ეხლა რომ დაიძახა უკვე სხვა გზა არ ჰქონდათ და მივიდა შემამეუბნე მიაღწია ეს სადღაც მიშა შუაში დგას ხალხი წრეში ეს შემოკრებილი და იქაც უთხრა რომ აი დაცვის გარეშე მინდა გითხრა და ჩაიცუცხა ესე რომ ზაგაშვილი ჩაიცუცხა და უსმენდა და სადაც შემამეუბნე გითხრა რომ იცით რომ თქვენ ჩემი შვილები სახლში ცხოვრობთ და բոլი დღემდე არ გადაგიხდიათ კომპენსაცია და მის ისე რომ სახლში ცხოვრობ რეზიდენციაში და ძალიან გაკითხებული რა რეზიდენციაში ასრულება სად აიავლაბარში ფილიპის სახლი რომელიც თქვენ რეზიდენცია დღეს უკანონოდ ცხოვრობ ჩემი თანხა არ გვაქვს გადახდილი ანუ არ იცოდა მაგთაც როგორც ხედავდი არ იცოდა იმიტომ რომ ძალიან გაკითხებული წამოხდა ეგრევე დაუძახა ნიკო ხაჩილიშვილი მაშინ და დანის გამგებელი იყო ნიკო სადახარო ნიკოს მოვარდა რა ხდება სასწრაფოდ გამირკვია რა ხდება ამ საქმეზე ფილიპის საქმეზე და მომახსენე და გავარდა გაეკიდა დაცვა მოსდევს ნიკო ჩახო მექანაში და წავიდა ეს ეგრევე დატოვა ყველაფერი წავიდა თქვენ არ გქონიათ ფერეში საცხოვრებლო გენიხათ კი ახლა ეგეთვით როგორ ნახეთ თვითონ მიშა არ გვინახავს მაგრამ ნიკომ დაგვიბარა საღამოს ესე იგი სუსის წარმოადგენლები მოვიდნენ და გვიტყვეს რომ საღამოს ნიკო გიბარეთ მივედით ნიკოსთან მე დედაჩემი ჩემი მეუღლე ჩემი და მოგეთ რომ ბოლო 3-4 წელი მამაჩემი ჩვენთან აღარ ცხოვრობს იმიტომ რომ იმდენი სარი რაღაც პერიოდი 2007 წელს სოსოსი ვა მოვიდა რამე 12 საათზე კიდევ ორ ადამიანთან ერთად გაგვეცნო კარიდან კაკუნით გაგვეცნო ეს ვიდეო მასალაცდებს საქმეში გაგვეცნო რომ არის სასამართლოს წარმომადგენელი რამე 12 საათზე უცხება მოგიტანენ ჩასაბარებლად დედაჩემი კარს არ უღებდა მაგრამ შემოანგრიეს ეს სოსოსი ვა იყო მაშინ ჩვეულებრივ დაუმძილო დეტექტივი ხედავთ ბიჭი შემსრულებელი წამალი დაუყე მარტო და დაიჭირე დღეს მე მგონი დეტექტივების უფროსია აღარ მახსოვს ყოველ შემთხვევაში იყო ეს სოსოსი ვა ну მაგარჩინოსანი ეს ხო კი სოსოსი ვა როცა დედაჩემს უცხებას არ აძლევს სასამართლოს რომელსაც მოსამართლის ხელმოწერა არ და რაღაც მოსამართლის თანაშემწეს ესე იგი შეიძლება არ არსებობს ეგეთი უცხება რომელიღაცის ხელმოწერა უნდა იყოს ეჯორი პოლიცია ოთახში შედება ვიღაცას ეცებს მამაჩემს ეძებნეს დიდი ალბათობით ეხლა მე არ ეცებ მამაჩემს ეძებნენ ან ნაკოტიკი უნდა დაედო და უნდა დაიჭირა უკვე დედაჩემი მარტო იყოს ვიდეო საუცხეთაზე პოლები დედაჩემ პატრული გამოიძახა და იქვე იძახის რისი გეშინია სასამართლოს წარმომადგენელი ვარ და პატრული მოდის და დედას მოსვე ეს იყო მაშინ მე ექვსე გამოვიდეს წარმომადგენელი ესე ჩამოწერეს რომ იყო ჩაოლებული პოლიციელები რომელიც იყვებოდნენ რომ სასამართლოდან და აი ამის გარდა იცოდა მამაჩემი რომ დაიჭერდნენ და საერთოდ ჩვენთან აღარ იყო სად იყო ჩვენ არ ვიცოდით ინფო არ გვინდოდა ცოდნა ინფორმაცია უკვე ელნაში იყო ფიზიკურად როდესაც ხო გავაგზავნე რომ ნიკოს უყევით ეს ამბავი ჩვენი ისტორიის ეს ვიყურებდა და აი ხომ გონია რომ ამერიკული ფილმის სცენარისტები რეჟისორები ხარდა გინდათ რომ ეს გადავიღო იმენა დაუჭერებელი ჩანდა რა ახლა სულთასად მიყიდეთ რა ის წავიდა რასამჯერ გამიმოაყვა ხო არ დაგავიდეთ რომ ძიების პროცესში ქალბატონი რუსეთიდან სამჯერ ჩამოიყვანეს პროკურატურაში ერთხელ აეროპორტში არ შემოატარეს ძალით მეორეჯერ აეროპორტში დავაკითხინე თუ ეს ბოლომდე იძახის რომ ამათი ან ყველაფერი იცოდა მერი ამას და პროკურატურას ხოდან ნიკოს ნიკო მე ახლა გადავამოწმო და დაუვედა უბრალოდ მაშინ უღურეთის გამგებელს ეს ეფექტივიციო და დაუდასტურა რომ ის უმინარო ჩამოვიდნენ 15 წელში იქნა იყიდეს ეს ძალიან ყავდა ბავშვი ხო ახლა სკოლაში გადიოდა შვილები ну დაუდასტურა ყველაფერი ну ნიკომ დაიჯერა კაპიტი და ყოველ მოახსენებო ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტს ოთხ შაბათს დაგვირეკა ის ნიკომ სასწრაფოდ მოდი ჩემთან მივედი მოგდა კაცი ტიროდა მართლა გულწრფება ისე უხარობდა რომ გეშვება ხალხო შაბათს რეზიდენციაში ხარ დაბადებული პრეზიდენტი და ის რომ მოახსენებინა და კოსტა უნდა ჩახრვა და გიგოცავდა ბათქრენიცი და ამერიკა ის უკვე აღნიშნავს სამართლიანობაზე იმას შემდეგ მივედი რეზიდენციაში
ორშაბათი დღეუთის მოვიდა მივედით როგორც ითქვა მომზადებული და გაის მიშას რომ სოფლდა თურმე თავის დროზე ამდენი მოგლედ დათო დღეშელაშვილმა მაშინ დემარ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გამოვიდა თავისშემ თანაშემწე სამწუხაროდ მე არ მახსოვს სახელი და გვარი კალბატონის ორნი იყვნენ საქმეში წერია რა თქმა უნდა პრეზიდენციაზე PPP ვინ არიან სახლის ამბავზე და ჩვენ ესე გიგებულს და ესე თქვა პრეზიდენტი ეს ამბავი დაიწყო და მიხედავთ თავის საქმეს მოგლიშორეს ეგრე დაიწყო ეკამბავი ამ დავაზუსტოთ მიხეილ სააკაშვილი გზავნილი იყო ეს ხო ჩვენ დავით დღეშელაშვილმა ადმინისტრაციის მიშას ადმინისტრაციის უფროსმა მაგას არ დაესიზრებოდა თუ მიშა არ დაავალებდა იმიტომ რომ პრაქტიკა რუდანის გამგებელს მოგენა თქვა მქონდა მიშაზე ხოლო მე რა შეიცვალა ან ურგულავასთან დაილაპარაკე ეს რა მოხდა ამისი პირდაპირ ხეს რომ დაიმიცა დეგამბავი და კარგად გზავნებოდეთ ეს იყო ჩვენი ბოლო მაგათთან კონტაქტი აი სომელი წელი ეს არის უკვე 2012 წელი არჩევნები ჯერ არ არის ჩატარებული და ქართული ოცნება არის ესე ვთქვათ სანზადისში გადამომეცნა ასე იგი ამზადებს უკვე გუნდს და ვიცით რომ არჩევნებში ერებს მონაწილეობას კითხვა მაქვს თქვენთან ბატონო დავით მამა რატომ იყო დევნაში მამა იმიტომ იყო დევნაში რომ ჩვენ ვერ გაგვაჩვენეს და ყველა სასამართლოს ყველა ინსტანციას მიმართავდა და ვერ გვაჩვენეს ანუ ამ ბინასთან დაკავშირებით იყო გასაგებია ამ ბინაზე იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ცხოვრება უკვე გადართული ყოველდღიურ რიტმში ვიდეო მტკიცებულება გაქვთ, როდესაც სოსიგუა შემოვიდა. კი, საქმეში ისევ და პატრულის ოფიცერს არსებობს, მაგისი დაწერილი პატრულმა დაწერა გამოსახულმა, რომ არავითარი ის ნაირია სასამართლო სკოლიერები იყვნენ ჩვეულებრივ ეგრეთ წოდებული შეստოიანი ძელი იყო ეს ცნობილი მეექვსე გამოყენების დეტექტივი. და ორი კაცია მითარი. ესე რომ გიქრეს რომ დაივიწყეთ საქმე, დაივიწყეთ. ამათთან დავივიწყეთ და ახალი იმედი გამოჩნდა ქართული ოცნება მაშინ. ამოცნების დროს ამოცნების დროს კეთეთ ახლა როგორ გადავედით ოცნებაზე სანამ ვიძურა ჩვენი ბოლო აი ესეთი ძაფის არ გაცდა მოკლედ იმედიდან ოცნებამდე ხო? ხო. ესე იგი მომაჩენი გითხარით რომ აღარ იყო 2012 პერიოდში როგორ არის იცი ეკვირაში ერთხელ რომ მომდის და რაღაცებს ვაგები სახში ვერ ჩერდება დღის მანძილზეა მხოლოდ რა დღე ესეთია მეზობელი რაღაც ხალხი ჩანს. ჩვენ ამ დროს 5 ბინა გვაქვს ნაკრები გამოცვლილი. და ესე იგი ერთ-ერთ მოსვლაზე მან ჩემს რეკავს ტელეფონი როდესაც პასუხობ ჩვენთან სახლში ვარ. აღლაპარაკი ნაკრებში ისევ პასუხობ და სოციოპოპულიზმზე. სოციოპოპულიზმი არის მაშინ უკვე ძალიან ცნობილი სოციოს რაჩენებდნენ რომ ვიღაცა დაიჭირა რომ უნდა გამოეცხადებინა პერიოდია კულტის თუ სოდის დირექტორის მოადგილე. სოციოპოლიტიკაზე ვერეკავდა და მოგუჩენი ინსტიტუტად ეუბნება სახარო და ბათუმში ვარ და ანუ ვერ ბათუმში კი არა არის სადაც გინდა იყო ვერტკინს ხოლმე გამოვხდა ნახევარსაათი ჩამოვიდა თუ ჯობია შემდეგ მოვიდა. და აჩვენი იძულებით წავიდა ესე იგი მოდულის შენობაში დაიბარეს. ეს რა დროა? ეს უკვე 2012 წელს. 12 წელს შეიცვალა. არ შეცვლილა, არა. შეცვლილი როგორ დაიბარებდა, არ შეცვლა, მაგრამ გააქტიურებულია ქართული ოცნება. ამას იმიტომ აღნიშნავ, რომ მაგ საქმეში უნდა მამაჩების გაყვანა და მეთქი ხა ეს საქმე იყო. მოკლედ იბარებენ შანსი არ იყო უნდა წასულიყო, იმიტომ რომ ზუსტად ისოდენ სადაც იყო უკვე. მიდის მოდულის შენობაში და 3 დღე არ გვაქვს ინფორმაცია. ვარ მოდულის შენობასთან გარეთ ველოდები ხარჯვებიან დაჭერილია შედარებით ერთი რუბლი კარგად არის არ იმოწმებოდ. არ ზოგი არაფერი არ არის ის რომ გადაყვანილი არ არის და მესამედეს გამოდის რომ ჩემი გარეთ. შოვრობრივ თავის ფეხით ვიდეო ხალხი და წავედი ველოდები. და ესეთ რაღაცას. მოდულის შენობაში იყო თვითონ სოციოპოლიტიკაზე დათააფალია ერეკლე კოდუა ეს ამ 3 დღის განმავლობაში რიგრიგობით მოდიოდნენ ხან 2 იყვნენ ხან 3 ერთი შეცვლა ვამპერაბიშვილის იყო დაახლოებით ნახევარი საათი. ხო, გამაჩენია იდეა პროფორჩი
მაცივარი როცა გამოტენილი საქმეები ესე ვთქვათ, კარგი საწოლი, რაც ინტერნეტი. ნუ შენობაში გარეთ არა რა თქმა უნდა, შენი ხარ. სადაც აი ევროპαϊκები კოდრო მოვიდა, მოდი ბიჭოშიც მეგრელი ხარ შემიზემია რაღაცა. მოკლედ, მაგრამ ვერ ხდება კიდე რა უნდა ესე როგორ შეიძლება მოიქცე, რატომ? ნუ ხდება რომ ხადაჭერილი არ არის რაღაცაში ასაკი. და მოკლედ ეს პრობლემა რომ ედეკლე გონდოლა რომ ბიჭო გავიგეო თქვენი ვიდის ამბავიო და უშელი სიტყვებით აგინეთ ვიდეო უგულობას. ნუ ამის ესე და ესე როგორ გაგიკეთა რაღაცა და ჩვენ მაგას შემდეგ გიგონით რა ჩვენ ეს არ ვიცოდით. შენო მაგაში 185,000 რო გეყოფის. ეს მე 8 წელი და 9 წელი რო გავიდა უმბრალოდ ზიანდება მესაც $1 მილიონი უნდა დაგირიცხო. ეს აუცილებლად ვარ. შენი შვილი იყო უტავიოში. ნუ ყובה რა, ყველაფერს სად როგორ ხდება. განანერებული სამსახურები კარგად იქნებით რაღაცა იქნება და მოხდები რომ რაღაც შენი თავაზე ვარ. მაგრამ ჩემი პირდაპირ უნდა გავაკეთო. ხო, მანამდე კიდე ასოც მიერაბიშვილი რო შემოდის, ეს ის არის ბიჭო და დინოშორის ნუ და აზარა და რეებსაგეთებს სასახელთო ბიჭებს რაღაც ესეც საუბრები მიდის. გიგი უგულავაზე, ხო? უგულავაზე აგინეთ ცვლა ვინც არის. როცა საქმე გაიგოს გასაკეთებელი რა. გადავიდან გენდაბის საქმე, მაგრამ არის ესე. ეს რასაც მიიღებ პროექტს, პროექტშოდეო ერთ-ერთი შეხვედრაზეო, სადაც სააგაშვილს ექნება ხალხმა შეხვედრა. შენი დაგიმზადეთ თუ ჟიეც რა, ასაფეთქებენ მოწყობილობა ვარ იქნება ზეთი რა. თუმცა პრობლემა ეს არის ვითხოვ ასაფეთქებელი ვიზუალურად, მაგრამ არაფერი შეიძლება. ვინ ეუბნება მას? მას უკვე ერეკლე გონდოა. იმ პაულა სააგაშვილის შეხვედრები რო იქნებოდა და ვითომ ხსნიოდა ჩვენები ამ დროს გაგაკავდნენ რა. და გითხაზე იქიო ან ირაკლი ალასანიასო ან თვითონ ივანიშვილმა ან გელბახიანი, მაშინ გელბახიანი ის იყო მეძმონიშვილის შტაბის უფროსი. სორან ახსოვს მე გამიგოარი გელბახიანი ის რა. თუ დამსამიდან ყოველს გეტყვი ინსტრუქციას ის უნდა დადო მე ხელი რა გამოძებ თავარი ახლა ეს გავაკეთო და აკეთეთ ეთქვირაში უკვე აგეცო ყველაფერი გეცოდინება სადაა შეხვედრა სანდიკეთები თუმცა თავს და მე ამათ აბრალი. ეს არის 2012 მაგიდო იქნა დივანიშვილზე დაწესებული მოძრაობა ხედავთ სერიოზულ ძალას და ერთ-ერთი მის სეპარაფია. მიზანია ამ ხალხის გაგიჭება ესე თქვა და ამ ალასანიეზე რაღაცის შეტევა. ნუ მამაჩემი დათანხმდა რა თქმა უნდა. კონსიკიდან გამოსულიყო. გამოვიდა ეს ამავე გზაში ვიქარი ჩამიშლა მოგვიყვარდა რა წავედით და ჩვენ მე ჩემი როკეთში პოსტები შტაბში მივედით და პირგოდანში სადღაც უკვე 20 დღე იყო არჩევნებამდე აგვისტოსში, ნუ სექტემბერში, ოქტომბერში შეუძლებელი ოქტომბერს, აი სექტემბრის თვეები და ბოლო 20 დღე შტაბიდან არ გამოსულა. მაგრამ შანსი არის ჩემი გამოსვლის იქიდან, იმიტომ რომ მანქანები დავყავდნენ და აი მინდას მოვაკეთებდი, იმიტომ რომ დიდი დაბრუნება იყო უცებ. მამაჩემი შეხვდა ირაკლი ტრიბოლსკის მაშინდელი პროგრესუმად ერთ-ერთი პირველი გამოსვლები იყო მაშინდელი ირაკლი ტრიბოლსკის მოახსენა ესეც პროცესი მომშო. იმას გავუყარდა რომ ინფორმაცია მიიღეს, მამაჩემი წაიყვანა ტყეში, ჩაწერეს ეს ინტერვიუ ზუსტად რაც მოხდა, ეს მოყვა ყველაფერი. თუმცა ტრიბოლსკის გარანტია ჰქონდა, რომ თუ არჩევნებში ვერ მოვიგებთ, წავაგებთ ამ 1 ოქტომბერს. ჩვენ ახლა ხდებოდით ხო რადგანაც დავაგებდა და 1 ოქტომბერს საქართველოში არ იქნებით გაგიყვანოთ. თუ მოვიგეთო ჩვენ მართლა გეკუთვნით ის 2 მილიონი მართლა საწელიღაც გადაგიტანიათ, მაგაცაც ჩვენ რაც გეკუთვნით იმას მოგიგვარებთ. სამართლო და მოკლედ როგორც არის. იზოზე და მამაჩემ თავის მეგობართან ერთად მოვიდა რაღაც საყეში იყო ესე ვთქვათ. Când tot radio arăci araperi are antul salvați cu la radio și prosper. Პირველ რიცხვში 1 ოქტომბერს 10-ზე ჩარგდა და პონაცემები გაიგეთ. ეს მედიას არ მიეწოდეს ეს ინფორმაცია მაშინ. კი, და ინფოცხრა იყო მაშინ, ეხლა წევს ინფოცხრაზე, მამაჩემი ჩაწერილი ტყეში ჟურნალისტთან ერთად. როდესაც მეუბნება ბატონი თოფურიძე. მოდი, იქნება ეხლა გავაკეთოთ უკეთესი ვარიანტი. მე ვთხარი, გისმენთ ყურადღებით. მოდი, შევცვალოთ ადრესატი ამ დროს.
ეხლა ჩემთვის წარმოუდგენელია თუ ამ თემის გაგრძელებას ესენი კიდევ შემომთავაზებენ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამ და მეოთხე გაგრძელებაში რას გულისხმობთ. მოდი ადრესატი ვალერი გელბახიანი. მოდი ახლა გავწიოთ განზე და ჩავანაცვლოთ სხვა პიროვნება. აი კიდევ ვერ მოვდიოდი. გეუბნებით აგერ კიდევ ვერ მოვდიოდი აზრზე რას თავაზობდნენ და ესე იგი ჩანაცვლებას ითხოვდნენ ან ირაკლი ალასანიათი ან ბატონი ბიზინა ივანიშვილი. ეს დაიდო არჩევნება სექტემბერს უკვე დადეს თვითონვე. უკვე მომჩენე გადამალული იყო ჩვენს აღარ შევდოდით უკვე შტაბებში შევიყავით. დავდება ესეთი რაღაცა რომ 2 ოქტომბერს 1 ოქტომბერს მოიგეს გამოვიდეთ ესე. გამოვიდეთ და ვისაც უკვე სანამ ეს 1-2 თვე უკვე დაალაგდნენ ჩაიბარეს პორტფელები ესე. და გადმოვიდა მივედით კალბატონ თეატროლოგიას. მაშინ იყო ირაკლი ალასანიას გუნდში, ირაკლის კარგად ვიცნობდით უკვე. და ირაკლი ალასანიას თეატროლოგიას ეს ამბავი უკვე კარგად იცოდნენ თვითონაც. მათ შორის კაბესელი ამასის ეს ამბავი იურიდიული კომიტეტები და უკვე განსაკუთრებული იყო და ძალიან მარტივად უყურებელია ჩემს საქმის მოგვარებას. ნოემბერში, დეკემბერში უკვე მსმენელს დაზარალებულა თვითონვე. სასამართლო. ხო, 2000 ამ მთავრობის ხელში უკვე შესრულებულ პერიოდში სასამართლომ თვითონვე სასახელო ვერ ვახსენებ ცნობიერად დაზარალებულად და დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლით, წავიდა უკვე მემარჯვენეობა რომ გამოიძიათ უკვე საქმე და დაესრულებინა. და დღეს 2025 წლის 27 ივნისია და ჯერ კიდევ 13 წელია ჩემი საქმე გამოძიებაშია, მე მხოლოდ დაზარალებული ცნობა მაქვს და ანაზღაურება ჩემი დღემდე არ მიყოლა. და რა გიპასუხეს მაგაზე? რატო არ გაძლევენ ანაზღაურება? აქვს გამოძიება დასრულებული. ანუ მე მიმდინარე პროცესი. დაზარალებულად თუ გწევს, საიდის გამოძიება უნდა დასრულდეს. მინდა მაზარება. ისი მაგას რამიშა თუ სახელმწიფოს ნახო ზარალი მოგეწევთ თქვენ ანუ მართალია და მე მივართეთ პროკურატურას მაშინ შეიქმნა კიდეც პროკურატურასთან მაშინ ბიზნა ივანიშვილის დაპირებაც იყო და მართლა შექმნა დაზარალებულთა დეპარტამენტი და იმ დაზარალებულთა დეპარტამენტმა დაზარალებულებს დაუბრუნა ქონება როგორც ეს დაზარალებული იყო თვითონ ბიზნა ივანიშვილი ეს იყო ღარიბაშვილის სიმამრი მორალური მიიღო თუ რაც ჰქონდა წარსულში არ ვიცი დაზარალებული იყო დათო შენგელია რომელიც განაგებს სამეგრელოში ხილის ფას და მის ფას ვაქცინოს პერტებიზნეს აი ეს დაზარალებული და ამოფრქვდნენ და ხალხი რომელიც უნდა გვერდჩივედა კითხვია ამ სისტემას ვიბრძოდი ჩვენთვის არ გამოიძებნა ეს $500,000 როცა $600,000 საათის პრემიერ-მინისტრი მყავდა და ამ თემაზე რო გესაუბრებოდა რომ არ უნდა თუმე ბიუჯეტი არ არის ვინ გასცეს არ იცი მაშინ მე ბალანსზე იყო მე თუმე გადაიცა კონების მართვას მე ეკონომიკის სამინისტროს ამ წუთას ვის სახელზე არ ვიცი მაგრამ რადგანაც ეს არ სრულდება არ მივარდა სასამართლოსაც პროკურატურას უშუალო, იმიტომ რომ პროკურატურის ხელით ხდებოდა მაშინ პროკურორი, პროკურატურამ არ ჩაატარა არაფერი და პროკურატურის ხელშეწყობით მოხდა ჩემი პირის გასაშრება და პროკურატურასაც ვერ მოვიდა სასამართლოში. პროკურატურა რაშუაში შეუშვება მოსამართლე. ბინარიშუაში ვერ გავიგეთ სამწუხაროდ დღემდე. იმ დროინდელი ადამიანები, მაღალჩინოსნები იყვნენ თუ დაბალჩინოსნები, ვინც იყვნენ მაშინ თქვენ საქმეში, დღეს არიან თუ არა ისევ ქართული ოცნების ხელისუფლების ქვეშ. დიახ, არიან და ზუსტად მაგიტო არ ხდება ჩემი საქმის დასრულება, იმიტომ რომ მაშინდელი ნახევარი ზემოთ აღნიშნული თუნდაც იოსებ სილვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო ხელის ბიჭი და წამლის დამდები, დემანდად ხელისუფლების პირობებში, თად შესაძლოა დეტექტივების თავარი დირექტორია. გამოძიებამ დაიბარა სხვათა შორის წინა კომისიაზე, როცა 2018 წელს შეჰქონდა შექმნილი არ მახსოვს საკითხი და არ გამოცხადდა იქიდან მახსოვს ექსოსის სიტუაციაში გამახსენდა არ გამოცხადდა, იმიტომ რომ სუდან ვარო თუ რაღაცა მიზეზი ჰქონდა მიზეზი. საგამოძიებო სამსახურის უფროსია თუ ზეიმუზეო სამსახურის? ხო, დეტექტივი ესე უწევია დეტექტივების დირექტორია. კი ბატონო. მაშინ შეულებრივი იყო მისი.
ნახევარი მერია მაშინდელი ხალხს მუშაობს თუ არ ვხვდები, იგივე პროკურორები, ისაც ჩემი საქმე ქონდა ზოგი მოსამართლე გახდა თავდაცინაურეს და მაგეთო არჩევა ზუსტად ჩემი საქმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია გარემო. ეჭვი გაქვთ რომ დღეს ისევ ისინი არიან, ვინც მაგ საქმეში გარეულები იყვნენ. კი, და პირდაპირ აქვს ნათქვამი ეს გაბიდაშვილს თავის დროზე როცა პროკურორი იყო, ირაკლი შოთაძეს და ეს ადამიანები რო ეცოდებოდით, იმიტომ რომ აქციებიც ჰქონდა პროკურატურასთან, როცა დაგვიძახებდნენ რა ხდება რა გიძეს ეს ადამიანურად პირდაპირ რომ ეგ გავაკეთოთ და აი შენ მოგისმენ და მას ნახევარი ეს თავობა უნდა დამიჩნევ. ვის ვინებოდა მაგას? ირაკლი შოთაძე და მანამდე ბადაშვილი იყო კიდე პროკურორი იყო მედავალი გენერალი. ბოლოს როდის მოიკითხეთ თქვა პასუხი ანუ გამოძიება რა ეტაპზეა თუ ერთი კვირის იმიკითხეთ რა ხდება ჩვენ საქმეზე და გამოძიება გრძელდება. ეს არის პასუხი. შეიძლება ხაც გადაიღოთ ჩემს საქმეზე იკითხოთ, თორსა საქმეა ყოველდღიურად ვიკითხოთ ის იქნება აი ნახოთ პასუხი. ერთი კვირისმაც ძიებაშია ჩემი. თუ იცით რა იმ პროცესები მიმდინარეობს გამოძიების. არაფერი არ მიმდინარეობს. მეზობლები ბოლო იყო რომ მეზობლები დაგითხეს, კიდევ ერთხელ ესე იგი მე-13 წელს და მე-12 წელს კითხავენ თურმე ცხოვრობდი თუ არა. თავის ხავს ეწინააღმდეგებიან დაზარალებლად ცანი რაღაც კითხულობ, არ ვიცი, იმიტომ რომ როგორ შეიძლება პროკურორი თავიდან იწევს ახალი პროკურორი თავიდან ერთი პასუხი ყავა ამდენი ტომია, რა ტომი დასკვნას დახედე მოსჩა რა თუ მომს ტომი. ვისი ძიებასაც ყველა პროკურორი თავიდან რატო იწევს აი არ ვიცი. ხელოვნურად ხდება მის გაწევა რა თქმა უნდა. პროკურორები ვინ არის ახლა თუ ვიცით? ენა ჩემი საქმის პროკურორი Kultura gen prokuror აქვს აყვანილი. ყოველ ახალგენ პროკურორს თავის იმის ქვეშ აქვს აყვანილი როგორც განსაკუთრებული საქმე, იმიტომ რომ ეს არის პორტფოლიო, ეს იყო პრეზიდენციას ეხება პრეზიდენტის. ყველაზე კაი გამოგვიჭა, ყველაზე მაგარი რა იყო კიდევ ერთი ალბათ უნიკალური შემთხვევა პრეზიდენტის რეზიდენციების ისტორიაში. მამუკა ყენჩავა 2007 წელს მიყიდა მერიას როგორც გითხარი და მაგას უკვე რეზიდენცია აშენებული იყო. ესე იგი რეზიდენციაში მამუკა ყენჩავას ჰქონდა სახლი. აშენებულ რეზიდენციაში ჰქონდა 140 კვადრატის სახლი. ახლა ანუ უკვე აშენებული შესყიდვა რომ მოხდა ჩემი საქმე სანამ დასრულდა ძიებაში იყო სახლი დაანგრიეს იქ არ ჩერდებოდა იმიტომ რომ მიშა სასტრაფოდ ჭირდებოდა აშენება აშენეს ყველაფერი და აშენებული სახლი მე უკვე აი ჯერ უკანონობა სვის მიწაზე აშენა რეზიდენცია ჯერ ნაკიდი არა სასამართლო მილის და აშენებს რეზიდენციას ესეც ანუ იმდენი უკანონობა მოხდა რაც გავიხსენე ხა თუ ჩაკითხვები გეკეთებათ კიდე გავიხსენებ პერიოდში აი საერთაშორისო სამართლის გამოყენება არ გიცდიათ იმის მერე პირველი უარი რომ მიიღეთ ეს რასკუთიდან ვერა და გეტყვით რატომ განსხვავებით ვალერი გელაშვილისგან ჩვენი ხელა რესურსი დავხარჯეთ თავის დროზე იმიტომ რომ ერთ სამი ადვოკატი თავიდანვე მოისყიდეს და მე აცილებას ვაკლებდი ჩვენ არა სამსახურები აღარ გქონდა ჩვენი ცხოვრება იყო დინამამდე პროკურატურა გამოძიება აი ამ საქმეზე სრული აი სულ რაც დაიწყო და შესაბამისად მხოლოდ ადვოკატი რო ამეყვანა ვინც სტრასბურგის საქმეც და მაშინ ერთ-ერთი ესეთი იყო ლიამ ფაშაურიას გილი ადვოკატი მარტო ჩემი ტომები რო ეთარგა $25,000 იყო მხოლოდ მისთვის საჭირო მე ამ ადვოკატის გაგზავნა ფინანსები რომელიც ფიზიკურად არ განაჩნდა თორე ჩვეულებრივი საქმე იყო თვითონ ადვოკატების მეუბნებოდნენ რომ ჩვენ ხელფასი არ გვინდა მოგებული საქმის ფულიც არ გვინდა აი მორალს რასაც მოვიგებთ და ყველა მიცოდა რომ თან გამოვიდეთ ისეთი მორალური ზიანი და რომ მორალურიდან იყო მხოლოდ კომპენსაციის ნაწილზე კიდე საუბარი. უბრალოდ ფიზიკურად ვერ გავუშვით ერთ-ერთი ადვოკატი და ვერ მიემარცხეთ. რის გამო იყო პირველი უარი? ბატონო, პირველი უარი და ვინ იყო ადვოკატი მაშინ, ვინც სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა თქვენი საბუთები და უარი მიიღეთ? ეს უკვე ჩვენი ადვოკატი იყო, ჩვეულებრივად, რომელიც ბოლომდე მოყვებოდა მართლა რომ ვერ მოიწყიდეს და ერთხელ და აი არაფერი უბრალოდ რა ნიუანსი იყო თვითონაც კი ვერ წავიდა საქმე გავაგზავნეთ მაგრამ ხარვეზი რა აღმოჩნდა არ ვიცი სამწუხაროდ სტრასბურგს კიდე სხვა ცოდნა ჭირდება მხოლოდ იურიდიული განათლება არა იქ რაღაც ტექნიკური საკითხებია სტრასბურგში შეიძლება მართლა ერთი ხელმოწერის დაკლების გამო საქმე უკან გამოგიყვება კი ბატონო დღეს ყავთ ადვოკატი? დღეს ფიზიკურად არ მჭირდება ადვოკატი რატო არაფერი საქმე არ არის. რა არის? ერთადერთი ლეკავ დასრულდა თუ არა გამოძიება, მეტი არ არის.
შეკითხვები არაფერი არ არის დასრულებული საქმე რეალურად პასუხისმგებლობები რისთვის მინდა ხავს მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ გამეთოს მიერებული უბრალოდ არაგინეზავრო ნესთან მე არ ვიცი ალბათ რაღაც ციფრები არსებობს დაუშვათ ალბათ $20,000 ზევით ალბათ ბიზნეს გარეშე ვერავინ ვერწოც ალბათ ვის მისცენ და მე ხეს ესეთი თანხა ხო მე არც მორალურს არ ვიხობ ეგოური პრობლემები არც მორალური ზიანი არ მინდა თქო არც ეზოსფული არ მინდა თქო არც ადაპტისტური არ მინდა თქო სახლის პოლი მომეცი ხო რა ჯერ პროკურატურა მითხარ რომ ნახეთ ჩემი სახელი იყოს 140 კვადრატი რეალური. მაგრამ რეალში გატარებული იყო 73 კვადრატი. იქხარი ზემო აღნიშნულის გამო, მაშინ გადასახადების შემცირება, მაშინ კვადრატები გიხდიდნენ რაღაც. როცა მერია მოვიდა და ვიქრა რომ თვეში საკუთრები მოაწესრიგეთ. ყველას ვისაც 20-30 კვადრატი ეწერა რეალურად 90-ში, ხო? თვითონ მერია აზომვიც უკეთებდა, უფორმებდა და ის რაც ჰქონდა იმას ნამდვილად დაძინდა. მე ფიზიკურადაც ვერ შევძელი ამას რომ დამტკიცება, იმიტომ რომ ჩემს სახელზე აღარ იყო ვინა და უფლებაც არ მქონდა რომ მე თქვა ამიზობეთ და იმიტომ რომ მამუკა ხებუჩავას სახელზე იყო. და მამუკა მაზო. კიდე რომ ნახაზები არსებობს 840 კვადრატი, მაგრამ პრივატიზება და გაფორმება, რომელსაც მიშა თვითონ მეაკეთე და უთხრა რომ გაუკეთეთ, აუზომეთ, არ მაინტერესებს რა არის რეალური მიეცით ეს მართლა აქ ნათქვამი და ყოველდღე 2004-ში მართლა ისე იყო მოსული. და თქვენს ოჯახს რა კავშირი ჰქონდა ხებუჩავასთან, რომ ასე ნდობა დამოუცხადოთ თავის? არაფერი ნდობა არ იყო, რა ნდობა იყო, ხებუჩავა იყო ჩვენი ნაცნობი, რომელსაც თხოვეთ დახმარება, უბრალოდ ფუნქციონალურად ჩაგვეიტანა თავის როზე რა. კი, არა, ჩვენი ნაცნობი იყო, რომელსაც მხოლოდ ევალებოდა ფულსლის ჩამოტანა და მართლა გააკეთა. ჩამოიტანა მორჩა, სუფრაც ჰქონდა, იქ გაიგო ზუსტად როგორც ვთქვი, რა თემა იყო, როგორ იყო და იცოდა თვითონაც რა საჩუქარსაც მიიღებდა ციფრების ხოლმე ნათქვამი ეს გეკითხვის. უბრალოდ არ ვიცი მე ალბათ კლიენტი ხარ მოითხოვა მე მოზერნო თავისი. მის მერე ხარ ამე თუ სადაც ეს ადამიანი. ესე იგი მამუკა გემუჩავა არის საპატრიარქოს ეკლესიაში. ბერიკია აი რაღაცა ამის სოფერვერკერია მაგრამ შეგვიდა შემთხვევით მოინანია ინანიებს ბოდიშებს ერთვის რაღაც პერიოდის მერე მართლა რაფერშუაში არ მის რაღაცები თვითონ გააკეთეს, მაგრამ იქ რო შეცდა თელ მაგიტოვან ეკლესიაში სამოსული. იქ ცხოვრობს. ესე ვთქვათ, ბედის ცხოვრობს, ხო. ბოდიშებს იხდის, როცა შეფერა და პირობას უნდა ერთად იმდენი მინდა რომ ერთი. ამ თავის პერიოდში გასაგებია რომ ბოდიშებს იხდის, უბრალოდ მაინტერესებს. ამ თავის პერიოდში თუ დაიკითხა როგორც მოწმენდა, თუ აღიარა რომ რა ვიცი, თუნდაც ეს ბოდიშები თუ მოიხადა სადმე საჯარო სივრცეში ან კი. გამოგატყებუჩავას საკითხულია და ზურაბ ოქარაშვილიც. და ორივე აღიარა რომ ზეწოლი გააკეთეს. ვის მიერ იყო ეს ზეწოლა? კონკრეტულად არ ვიცი სახელები ვიზზე ამბობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ და საქმეში არ დევს? საქმეში და ზეპა ამ თავობას უდევს საქმეში, მაგიტომ რომ საქმის განხილვაშობლები მხოლოდ მე დიარქეს. უბრალოდ ხებუჩავამ და ოქარაშვილმა ისეთი ხალხი სახელეს, ვინც სავარაუდოდ დღესაც იქ მუშაობს და არ უნდა შეეხონთო. თქვენ არ გიკითხავთ ხებუჩავასთვის? ის რატომ არ გვაქვს ინფორმაცია გამოთხოვილი, თქვათ იმ მოწმეს ჩვენებებიდან ადამიანების შესახებ, რომლებიც სახელები და გვარებით ფიგურირებენ ხებუჩავას ჩვენება მოხდა ამ შემთხვევაში მხედველობაში, იმიტომ რომ როგორც ეხა განაცხადე, სავარაუდოდ გააქვს იმის ეჭვი, რომ ეს ადამიანები ამ თავრობის პირობებშიც რაღაც მაგალითად ინდოევროპის იკავებენ და შესაბამისად ეს არის მიზეზის განმარტოვებელი, რატომაც დღემდე ვთქვათ გაზარალებულად ხარ ცნობილი, თუმცა ამას გაურობა ზიანის არ ხდება. ხო, ნახეთ, მანდ მითხრეს, რომ უნდა დადგეს სისხლის სამართლთან განაჩენი გადაწყვეტილება და შემდეგ მოხდეს. ჩვენ შეთავაზებაც უნდა საერთოდ არ მაინტერესებს სისხლის სამართალი, ჩემი განსაზღვრება მოხდეს ხოლმე. რა შეიძლება ვინ დაასახელეს, მაგრამ ყველა დაასახელეს და არ ვიცი თუ მე არ მახსოვს ეგრეთ ერთ-ერთი ვიცი ბევრია დასახელებული თუნდაც ის პროკურორები მაგიტომ პროკურორები ვინც ეს რა ქვია ალბერტინოსი განსაკუთრებული ნალაჩი არის მაგრამ გიგი მაშინ იგი რა თქმა უნდა გიგის ხელმოწერა არის ხებუჩავას მაშინ იგი ხებუჩავას დონეზე არის საუბრებოდა ხებუჩავას მიუსამდიდან როგორც ოთარაშვილს ფამილობდა გელაძე ძიგაშვილი მაშინდელი
სასტუმრო და კაზინო საქართველოს მეპატრონე გელაძის კაშკუზე ვიყურებ რომელიღაცა მილიცია ედგა მე იმას ქალაქის პოლიციის უფროსი და ასე შემდეგ პირდაპირ გიგრუგულობა ხარ და ელაპარაკებოდა დღეს ჩავასდა იმას რა ქვია ოთარაშვილს თავის შეშებდომებს ყველა და ესე ვიდეო და იქამდე დიდი დანაშაულებრივი სქემა არის ერთი კითხვა მაქვს აი რაღაცთან დაკავშირებით იქ კორპუსიდან თქვენ ახალ მხოლოდ ასეთ დაზე ხომ არიცით კიდე ვინმე სხვა თქვენს დავით არა კორპუსიდან ვარ მხოლოდ მე და ჩემს გვერდით ყოფი ვალერი გელაშვილი რა მაინტერესებს აი ხლა ის რომელიც ამკოტენჩ ხო თავიდან რომ დაიწყოს საქმის გამხილვა იტყვის გამხილვის და აღიარებს ხელოვნებას რა თქმა უნდა, ხა გამოძიებაშიც უკვე მიცემული აქ შემდება და არ მგონია კიდე შეცვალოსთან ეუბნებით ისე ხდება, როცა შემთხვევით შეხვდები და ისე ერთის ფოტოშებს აღარ შეიცვლის დიდი ალბათობით და შეიცვალოს თან უკვე მოხდია პირობილი ჩვენ გელაშვილი ვახსენით ხოლმე ამაყსა გელაშვილი ამ კორპუსში ამის საფუძველი არა მეზობლად და გელაშვილი იქ მოხდა ხო რაღაც მომენტი აი პირველი იქ შევიდა მის შეძლეს მოეწონა რაღაცები მაშინ იყო პირველი გელაშვილი თქვენ რაც მოყევით ახლა ორი ცალკე აღებული დანაშაული შესახებ ერთი ამ სახთან დაკავშირებით მასეები მეორე რაც მამათთან დაკავშირებით მოხდა სრული სიბიჭე თორე არ ვიტყვით ამასთან დაკავშირებით გამოვიდებლად გამოძიება თუ დაიწყო ამ ფაქტად მამათქონის გატაცებასთან და იმ რაღაცა ცდილობასთან რომ დაედგას ეს რაღაცა დანაშაულის იმიტაცია გააკეთებინა ამასთან დაკავშირებით ცალკე გამოძიება ამასთან დაკავშირებით ეს ერთიანად და ერთ საქმეშია გაერთიანებული და მაგიტო ზუსტად რო განაჩენია. ეს ხო დამოუკიდებელი სისტემის სამართლის დანაშაული რომ საერთოდ კავშირში არის. ხო, აი რატო არ არის დამოუკიდებლად არ ვიცი. ხო, თქვენ ახლა ისეთი სახელები დაგوارები ახსენეთ, ან კოდვოი ახსენები, ხალხი ახსენები. თუ ფიგურირებენ ამ საქმეში ეგ სახელები დაგوارები და მათ წინააღმდეგ თქვენის კონკრეტული кейსიდან გამომდინარე თუ დაიწყო რაიმე პასუხისმგებლობაზე საუბარი, ან ნახეთ მამაჩემმა ეს განცხადება გაკეთა ოფიციალურად, ხო, I4-ით. სულ არ მიმართო არავის, ეს გამოძიება უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, იძახის ხელსადებს პროცედურა. ბიზნეს უნდა შეტენოდა ესე ვთქვათ. დაყრდნობით თქვენ თქვით, რომ ეს საქმე უკვე ერთად არის და გაერთიანებულია. ხო, იდეაში ერთად არის, ცალკე რატო არ დაიწყო არ ვიცი. იცით რა მაინტერესებს? თქვენ ახლა ესე ცნობებოდები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ? ეხლა რო კომისია შექმნილი. რატომ ხელმძღვანელი იქნება ამ ყველაფრის გამოვაშკარება? რატომ არ დაგიგვარეს მithumetes ესეთ გახმაურებულ საკუთრებას ეს ხო არ არის რაღაცა? არ ვიცი, აი გეტყვით ახლა ინტერესის გამო მართლა რომ აინტერესებს, რომ მართლა მიძახებდნენ თუ არა რეალური ეს კომისია, მე დაახლოებით 2 თვის წინ ვარ განცხადება ჩაბარებული. მოკლეში არც ახლა რაც მიიღებით შედარებით მოკლედ ძირითადი გვარებით რა წამართვეს რას ეხება ეს ყველაფერი დაწერილი მაქვს ქალბატონი თეატრი ლუკიანის სახელზე ჩაბარებულიც მაქვს და 2 თვე კაცშოს არტაული თქვენ ენდობით ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიას ეს რამე ამის ფუნქციები არ ვიცი რას ეხება ყოველ შემთხვევაში საშუალება მეძლევა რომ თავრობის წევრებს დღევანდელ არსებულ თავრობის წევრებს მოუყვეს ამბავი და რეაგირება რა იქნება მაინტერესებს. დირექტორი დავუძინოთ ან ამცენ უბრალოდ პასუხი მე სხვა საშუალება არ მეძლევა რომ პასუხი მიიღო ამან გარდა პროკურატურისა რომელიც ძიებაშია კითხვა 13 წელია რატო არ დასრულდა ძიება ან სისხლის სამართალთან რა შუაშია ჩემი საკალათო შეუძლია როგორც კომპენსაცია მოუწე რაც მეკუთვნის გაზარალებული ცნობა სადაც მოუწე აი რას ელოდებიან და ქალბატონმა თვითონ კარგად იცის ჩემი ამბავი პირდაპირ მაინტერესებს კითხვა ამ ხანს რატო არ დაინტერესდა რატო არ დაასრულა ან დიდი უგულავას ამდენი გაუხდეთ ეს საქმე რატო არ არის წარდგენილი ზოგჯერ გავდა თუ სამგერ დაჭერილი თუ კიდე ინახავენ მეოთხე დასაჭერად გავიცი ანუ თქვენ ამბობთ ახლა რომ უხეშადღებოდ თავი შეახსნათ და ჯერჯერობით რეაგირება არ არის ხო შემოგვიყვანს მაინტერესებს მათი რეაქცია უბრალოდ მართლა ბოლომდე დასრულებიან თუ კიდე რაღაცა შეჭამ უბრალოდ მაინტერესებს იმედი არ გაქვს ყოველ შემთხვევაში მაგიტომ მომართეთ თქვენ ამ აჩვენებრივ კომისიას მან პეტროჩავსა ახალანდელი ჩვენება არის რომ მაშინ არა თავისი ინიციატივით არამედ ზეწოლით გააკეთა ის ამ ზეწოლით ჩაკრით და კრასნოდარში იარია და კრასნოდარში რო წავიდა მეორე
ეგეც ყველაფერი აღიარა მამაკაც დამოჩავა რეგზინა მენაც მოხერვი და აკვებით ამას ხდება. ანუ კრასნოდარში წავიდა ეგ ხომ ისი პირადი ინიციატივა მე გავდავიდა ის პირადი ზეწოლა უკვე განაჩენს ოთარაშვილთან იყო გარიგებული რომ ეს გავაკეთოთ მარტო ვერ გამედა იმან ალბათ. ანუ ზეწოლა გაიწყო სასამართლო განაჩენის გამოსტანის შემდეგ და როდესაც პროცესი მორიგების შემდეგ უკვე რომ ნახა რაღაცები ესენი წარმოვიდნენ თუ ვინდა მორიგებას არ დაგიჭირონ ესე და უკვე საქმის დადგება სხვას მოუნდა ბანკას ეგეც არ შეჭირდა. მაგრამ პირველი თანამდებობა პირადი ინიციატივით ჩაიგდეს. პირადი ჩაიგინა, მაგრამ ეს ზურა ოთარაშვილთან ერთად ოთარაშვილი რომელიც ამათთან ნაცნობობა აქვს. მე არ ვიცი მე ამათი ინიციატივა იყო მარტო მან ვიფიქრა რატომ იმართა ზურა ოთარაშვილს აი ეს უკვე არ ვიცი როგორ მოვიდა თავში ასე. ოთარაშვილი უკვე სავარაუდოდ მერიასთან დაკავშირებული პირია. ოთარაშვილი კი? ესე ჩანს. ოთარაშვილი იყო სადღაც მესამე რგოლი ოთარაშვილი შეიძლება რაღაცა რგოლთან თქვა რომელსაც ეთქვა რომ მე მერიასთან პირდაპირ გულავა და მერიასთან და სტრასბურგს რომელსაც მიმართ. ოდანო სტრასბურგს რომელსაც მიმართეთ. სტრასბურგს სამივე ინსტანცია როცა მოიწურეს უკვე მერიის სახელზე როცა გახდა უკვე შანსი არ ჰქონდა და სასამართლოც მერია გეთილს ინიციატივა ანუ 2007 ანუ აწელე ან სპრასატყავს ინახილის როცა მოიწურა კი ყველაფერი მართლმადიდებლობის დროს ხდებოდა და ბოლოს კითხავ თუ იცით თქვენ თაღლითობის მოხზე არის ხანდაზმულობის ვადა? თაღლითობის მოხზე ყოველ შემთხვევაში ჩემს საქმეს არა ხანდაზმულობა და შესაბამისად იქნება გამომდინარე ანაზაურობა გეკეთეთ ის. საქმე ძიებაში არა ხანდაზმულობა საქმეზე მეუბნები? დიახ, დიახ. ხან ჩემს საქმეს ჯერ ხანდაზმულობის უნდა არ აქვს ისე მე მგონი 30 წელი რა ვიცი. და სასამართლომ კეთილსინდისიან პირველად მერი არის საფუძველზეც რა კანონი მერია მარიცოდა და მერია ვალდებული არ იყო ცოდნა და რას მიდულობდა. დავისკა. ხო, მერიამ ჩამოყარა რომ 1500 დოლარი უნდა ვიღაცას 5000 დოლარი. ხო, ზიგივე მოსამართლე ყველაზე სასაცილო რა იყო, ეს რომ იცითო ისეო, ხა ძალიანაც დასაეჭვებელი რატო იყო მერიის მხრიდან 1500 ლარი არ არის ეს ნახა რომ ეჭვი შეიტანო ერთ კვადრატში. შეგვიძლია რომ კლიენტს დაიღი და 1500 მაგრამ ვაი ეს რეაქცია მოსამართლებაც არ იცოდა როგორ ერქვა აი განაჩენი იმდენ აი გარკვეული განაჩენის მანდა გარკვეული იმიტომ რომ მართლა არ იცოდა და აი 1500 ლარი არ არის ხალხო ის ნახა რომ ხა მერიას ეჭვი შეიტანა როგორ ხა კვადრატული 1500 ლარი კარგი და ამ ალბათ რა კვადრატული 300 კვადრატი წაიღო ხარი მაშინ ხო მოკლედ შევაფასოთ დღევანდელი დღე და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს იურისტებს გადავცემთ ამ მასალას. ეს მოგაცვით ყველა დოკუმენტი. კი ბატონო, რაც შეგვეძლება რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ასევე იურისტები და ვფიქრობ ეს ყველაფერი ისე არ ჩაიგდეს როგორც აქამდე მიმდინარეობდა დანარჩენი ეს მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების რეაგირება. რა თქმა უნდა. ხო, ერთადერთი ძალა დღეს ვისაც რაღაცა შეუძლია საზოგადოება და ხალხი. კი ბატონო. ამიტომაც დავასრულოთ დღევანდელი დღე, მე კითხვა არ გამაჩნია, თუ იმას გააჩნია კითხვები შეიძლება. ეს შეჯამების სახით ალბათ ეს უფრო რიტორიკული იქნება. საინტერესოა აი ქართული ოცნების ის მომხრეები, რომლებიც მაშინ იყვნენ ჩართული, აი როდესაც თქვენ თქვენი მათ გვერდით იდებით, ხო? ისინი ხო ფლობენ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, დღესაც იციან, ხო? აი მათი პოზიცია როგორია დღეს და რას ფიქრობთ? ამასთან დაკავშირებით. როცა უკვე ჩემი საქმე წინასწარი აი ზუსტად ის სანამ მოვიდოდნენ რომ არის რომ ეს გამოიყენებინა თავისთვისაც და იმიტომ ჩაწერა მამაჩაც ირაკლი გებოვსკი მიცოდა თეატროლოგია მოიცის რა ქვია მანანა კოვახიძე მიცოდა და მაშინ ის იყო დღეს ოპოზიციაში რა ყოფილი ადვოკატი ბესელია ეკამაცის უბრალოდ ამათთან როცა თავობაში მოვიდა შეხვედრის დონეზეც კი ვეღარ ხვდებოდი რაც კი მიდოდნენ მეგობრებო ეს ისეთი საქმეა რა ფაქტობრივად დავიწყო მოგვიყვანთ ამ საქმის ესე უცბად დასრულება თქმა უნდა წარმოუდგენელია იმდენად დიდი მასშტაბური დანაშაულების შეფერა თან რამდენიმე მედიცინაში სამის ფილოსოფია რამდენიმე დანაშაულები და თემები მოდით საზოგადოებას დავუტოვოთ დასვენს ამოწმეს ება ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათ შეგვიძლია ჩვენ და სამწუხაროდ ესეთი ფაქტი ნებისმიერ სულს
ვინც მოისურვებს, მოვუსწროთ, გავაშლოთ, რომ ეს თითქოს კაცრავად ამ სიტყვას, მაგრამ ჩამარცხული საქმეები ამოვიხოთ და დიდი მოგხსნო დაინტერესება იქნება როგორც საზოგადოების მხრიდან, ხელისუფალი რომლიანთი და დაინტერესება ეს ცოტა საეჭვო, მაგრამ საზოგადოებისთვის მეგონი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიცოდეთ, ვინ ვართ, როგორ ვართ დასარალებულები და მუდიდან მოდემდე გრძელდება ეს პროცესი არის დაუსრულებელი და შესაბამისად უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და სწორი ქმედებები. ბატონი გარეთ მადლობას ვქენებთ ბრძანებისთვის. იმედია რომ თქვენი საქმე ძალიან წარმატებით და კარგად დასრულდება და ყველა დანარჩენი საქმე როგორც თქვენ უნდა. მადლობა ყველას. მადლობა. მადლობა.